იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. თათბირი ბანკში. ავამოვიდა და დავკარსავდა ხუში მუშაობა, გამწადა ვიღაცა დააგდობე, ბონუსები და ისიც ბონუსები და 750 წელს ძლივს გამომდის, მე მიმყუნანებია და დიაბეტი მაქვს. აუ დაახვიოს ვაფშე რა სათანო ბანკი არა ის რა მინდა რატომ უნდა ვიმუშაო ამ ბანკში? რა თქმა სათნოს. მე რა ვის თან ჯალათია, ჯალათთან მუშაობა არ მინდა, მე უნდა წავიდე სამსახურიდან. მე სტამოვიდი შენ გვერდით. აბარა აგუნდეს. თავიდანო ვიდახი საშინელი სამსახურია მეთქი ცხოვრებას გვიმწარებს ეს კაცი და სხვის ცხოვრებასაც გვამწარებინე. მართალი ხარა ბოროტია თვითონ აბა მოგზადდეს მე უნდა უთხრა ამ ხომ დარამყობით მარტო წავალ რა. აი ახლა საგანებე ვეთქვი. აი თი მოგზადდეს ბატონი ეგრევე უნდა ბაჯახობილში ყველაფერი ასაც ფიქრობ რა. უთხარ. რა ხდება რატო ხარ შეგრებილები? დამე პროტესტის ყმა ისმის თუ რა არის? არა ბატონო შალვა. რა არის აქ ვერ გავიგე. დიაბეტი მქონდა და მეხმალებოდნენ გოგო. დაეხარები დაფიზე. დაგავიწყეთ ამუშაო. სათნო ბანკი. თვითონ სიტყვა გეუბნება. ყველა თანამშრომელი უნდა იყოს სათნო. დიახ ბატონო შალვა. ისედაც დერები მაქვს მოშილი. 3 საათი მოვდივარ ტერეთაზე. 3 საათი! 3 საათი გოგო! რა ხდება მომიყევით ბანანს რატო შემოსავლები რატო არ არის? ბანკის შემოსავლები რატო არ იზრდება ამისი? აუ რა ვიცი ბატონო შალვა ჩვენ რა შუაში ვართ ყველას ვაძლევთ ცეცხლს საერთოდ ვისაც გადახდა შეუძლია. ყველას რატო აძლევ გოგო ცეცხლს? ყველას რატო აძლევ ცეცხლს გოგო ყველაზე ვის გავუგებ? ვისაც არ შეუძლია გადახდა იმას უნდა მისცე. რა ხე ბატონო შალვა ცოდოები ხო არიან? რა ხდება ბატონო შალვა რა მაგანერვიულობთ? ბატონო შალვა ამას რაღაცა უნდა ჩავარტყარო ეს ხმა გავუსწორო. ბიჭო შენ ხარ სათნო ბანკის თანამშრომელი. ყველანაირად უნდა ეცადო რომ კლიენტი დაითრიო. გაიგე? არ მაინტერესებს ნებისმიერი სესხის შეტანეთ, იპოთეკური სამოხმარებლო, სწრაფი, ყველაფერი, ოღონდ ეს ყველაფერი მინდა რომ სწრაფად იყოს, გასაგებია? შენ კიდე გოგო, გულჩვილი რო ხარ, არი ვარგებ. ეს არის სათნო ბანკი. აქ უნდა იყოს მონსტრი, მოვიდა კლიენტი, დაითრიე, გაუში დიდველი. ხო. რატო იკლებს შემოსავლები მითხარით ვინმე? ბატონო შალვა. შემოსავლები არ ვიცი, მაგრამ თუ გცალიათ რაღაცას გეტყვით რა. სწრაფად. ხელფასის მომატება მინდა. ეხა მომესმა მე რაღაცა თუ ხელფასის მომატება. ჩვენ არა ბატონო შალვა, ჩვენ სამს არა. მარტო ამას. ხელფასის მომატება მინდა თქო სხვა რა ვთქვი ისეთი არ შენა ხალო შენ რამდენჯერ მოგიბატო ხელფასი? რამდენჯერ მოგიბატო ანტო ეგაპრე თავს რამდენჯერ მოგიბატო ხელფასი რა? დამპალი ეს. გაჩვენა და ბონუსები კონდეს აიღებ ხელფას. შეტანეს ესხები. ტენი. ეთყობა ბეტენი კარგი. რატო არ სრულდება გეგმა? მაინტერესებს. რატო არ სრულდება გეგმა? თუ არა გაქვს იმის შნორო კლიენტ შეტენოს ესხი? ერთმანეთს შეტენეთ, არ მაინტერესებს. შენ შეტენი იმას იპოთეკურს, ის შეტენი სამოხმარებლოს, შენ შეტენი ამას სტრაფსეს და შენ ამას შეტენი, არ ვიცი, რა მოიფიქრე. ავტოს ესხი. როგორც გინდათ კლიენტი დაითრეთ, არ ვიცი, მოიყვანეთ, მოეფერეთ, თავზე ხელი გადაუსვით, ყავა დაალევიეთ, ცივი წყალი დაალევიეთ, რა ვიცი მე, ცოლად გაყევით, ლოგიში ჩაუწეკით, ძუძუები დააზელიეთ, არ მაინტერესებს. ძებს კაცულობ ბატონობასო გოგოს დიაბეტი მაქვს. იცით რა არის კიდე ეს პრობლემაცაა, რომ კითხულობენ კონტრაქტებს, მე ხელს აღარ მიწერენ და დავქნა. გითხარით, რომ კონტრაქტები აუცილებლად დაწერეთ წვრილი შრიფტით. და გამოკე
გავაკეთო ბატონო შალვა მე რა გავაკეთო დავწერე წვდიათ უკვე მთელი ის აი ამ ხელ ამობეჭდე უწვდიდეცად მე ძლივს ვხედავდი და თავისი მიკროსკოპებით მოდიან მე რა გავაკეთო რა უნდა დამშობეჭდეთ ეხლა იშოვეთ ფული ეხლა გახდა ყველა მეცნიერი ყველა მიკროსკოპი დამძუ რა არის ვერ გავიგე QR კოდი გააკეთეთ არ მაინტერესებს რომ ვერ გაიგოცი გაწერია არ მაინტერესებს ფეხებზე მკიდია მოვიდა შეგაჩვენა ვარსება ხო ფილიპე ბოს გავარკვი ხო აბა ვიღაცა ბანკში ყავს გულჩვილი სამომხმარებლო სესხი შეუტენია ვიღაცისთვის 9%-ში არ ვიცი ახლა ნამდვილი ამბავია უტყუარი გამოტყვით ახლა რომელმა შეტანეთ 9%-ში სამომხმარებლო სესხი 29%-ში უნდა შეგეტანათ და შეტანეთ 9%-ში ჩქარა რომელი იყავით თქვი დროზე იცოდე სანამ კამერები გადავახვიე და ამოვიდა თქვენი სახე იქ ვაი თქვენი ტყავის ბრალით დახოცავს უყველას იცოდე თითები დააწყვეთ თითები დააწყვეთ ხო მე ვიყავი ბატონო შალვა თითები დააწყვეთ მაინც თითები დააწყვეთ მე დავაწყობ თითები დააწყვეთ რომელი ხელითაც მე დიაბეტი მაქვს თუ ნაჩხლეტები მაქვს ეგ ხამინდა მე ვიყავი ბატონო შალვა მარტო ეს არ იქნებოდა შენ სპილკა ხარ რა სპიონი ვაიმე შენ როგორ ვიგავ რომ ფილიპეზე წლის საუკეთეს თანამშრომელზე ხელი აწი ა ოი don't ახსენი ახლა განმარტება ჭირდება რატომ მოაწერიე 9%-ზე ხელი კარგით რა ბატონო შალვა ეგეთი სესხი ევროპაში 3%-ში აქვს საერთოდ და ჩვენ 29-ში ვუკეთებთ რა არის აი მე დედა მე ხედავ აქ სადე ევროპას ვინმეს ხედავ აქ სადე ევროპას ქუჩაში რომ გადიხარ სადე ევროპას ხედავ რამე ნიშანი წყალი არის ევროპის ჰა მაგით მაინც დავიწყოთ შენ რა გინდა ხა ვერ გავიგე კისერი გინდა მოგტე ხო მაინც მაინც გინდა კისერი მოგტე ხო მოგო შენ ვინ ახარ ხო შენ მაგარ ვიზა აი ფილიპე 60%-ში მიცა პენსიონერს იპოთეკური სესხი კი ბატონო ეფექტური ბრავო ოჯახ ფილიპე შენი მეძე დგას სათნო ბანკი ფილიპე მე რა ჩემზე თბილი კაცი ხარ შენ ფილიპე გაიხარეთ ბატონო შენ თუ რამე აქვე ტრიალებ და არ არის პრობლემა გაიხარეთ შენ თუ აქ ხარ ფილიპე მე თბილი ვიქნები აი ბატონო შალვა ოჯახ კაი კაცი ხარ გაიხარეთ ბატონო შალვა მაგის აი ამ მოხუცზე ხა იმ ხელა პროცენტში მივეცი სესხი ფული რო ჩაუთვალე უკვე შემოსატანი ქონდა შენ გაიხარ აი მალადეს ოჯახ ფილიპე ბატონო ვახოს ფოტო დაბეჭდე და აქ გავაკლათ თვის ყველაზე თანამშრომელი ძალიან დიდი მადლობა არაფერს ზოგური გადრება გაიხარეთ ჩვენ ანუ მე აღარ ვარ ძალიან ვეძებ თქვენთან თანამშრომლებს ზოგური გადრება აბა თქვენიც გაიხარეთ სხვათა შორის 3 კლიენტი მყავს ხა სამივეს გავატყავებ და ჩვეულებრივად კი ბატონო ძალიან ცუდად იყურები შენ მახედან რა გინდა მითხარიეთ რატომ იყურებ ეგეთი თვალებით ამიხსენი ადამიანი არაფერი კაცო ჩვეულებრივად რატომ იყურები ეგეთი თვალებით სათნო ბანკის თანამშრომელი ხარ გელივით უნდა იყურებოდე რატო იყურები მასე რავი არაფერი ჩვეულებრივად პენსიონერებს ისევ 36%-ში ბაზდებს სესხებს ძალიან კარგი მაგასაჯობია რატო არ არის მაგალითად 76 ან 95 ო ვერ გადაიხდიან ფიზიკურად რანაირად უნდა გადაიხადო ვაიმე შენ გულჩვილი ხო არა ხარ შენ ხარ სათნო ბანკის თანამშრომელი უბანში რო ეკლესია იმის გალობელი კი არ ხარ ნუ იქნები სათნო გოგო ნუ თუ გერმანელი პენსიონერები და ევროპელი პენსიონერები იხდიან ჩვენ კონცენტრებში ფულს რატომ არ უნდა გადაიხადონ ქართულ პენსიონერებმა ძალიან მაინტერესებს რითი არიან ევროპელზე ისე და ნაკლებები ამიხსენი უბრალოდ არა აქვს და რა ქნან ამ ჩემ ფეხებს თუ არა შეიძლება ეჩოვა თავის დროზე მომწანდი გამარჯობა გამარჯობა
უკაცრავად გარეთ არავინ არ იყო და აქ შემოვედი. დახმარება მჭირდება. რაში გჭირდება დახმარება? სესხის აღება მინდა იპოთეკურის. იპოთეკური? მოკლედ მე მოხედავ ერთმანეთს არის დამელოდე. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.